მას შეხვდებით ყველგან, კინოდარბაზებში, გამოფენებზე, ლიტერატურულ მოვლენებსა და ტელეეკრანზე, როგორც ვიწრო ქართული, ისე ფართო დასავლური მასშტაბით. აინტერესებს კინო, ლიტერატურა და პოლიტიკა. მოკლედ პოლივალენტური ადამიანია. ინტერესთა სიმრავლე კი იმ დროიდან მოსდევს, როდესაც ჯერ კიდევ არ იცოდა, თუმცა ესმოდა, რომ თვალწინ დაენგრეოდა უდიდესი საბჭოური იმპერია, რომ არაფერი ვთქვათ გერმანული ჯიშისა და წარმოების კედელზე. მოკლედ გაიზარდა ოჯახში, რომელსაც ბევრ ამას უკრძალავდნენ, მაგრამ ამ აკრძალვების მიუხედავად აქვე ყოველთვის იყო საჭირო რაოდენობისა და მნიშვნელობის ინფორმაცია. რადგანაც ბევრი ინტერესი მქონდა ბავშვობიდან, ამის გამო ასეთი ერთი მიზანი არ მქონია, მაგრამ ძალიან ბევრი სხვადასხვა გეგმები მქონდა, მაშინ როდესაც მაგალითად ძალიან ბევრი ფიქრობდა იმაზე თუ საბჭოთა გარემოში როგორ გაეკეთებინა იგივე კარიერა, როგორ გამختارიყო კომკავშირელი, მე მაგალითად ბავშვობაში ფიქრობდი როგორ იქნებოდა დამოუკიდებელი საქართველო. შეიძლება ეხლა ეს ძალიან ტრივიალურად გამოჩნდეს, რადგანაც ყველა მამაზე დაიწყო დღეს ლაპარაკი, მაგრამ ვთქვათ, ვხატავდი ხოლმე ქართულ როგორ უნდა ყოფილიყო ქართული ფული. ამის გარდა იყო კიდევ ერთი სახის გართობა. ძალიან პატარა რო ვიყავი, მაშინ სულ მაინტერესებდა ხოლმე რაღაც თოჯინები მქონდა, სულ მაინტერესებდა თოჯინების შიგნით რა იყო და სულ თოჯინებს ხსნიდი. მე ამის გამო კონსტრუქტორებს ვკითხულობდი ხოლმე, შემთხვევით რომ მე თვითონ ვაწყობდი და როდესაც შენ თვითონ აწყობ, მაშინ იცი შიგნით რაც არის და ამიტომ რა ვქეთ დაშლა ესე ხშირად აღარ ხდებოდა, მაგრამ მაგალითად კუბიკები მიყვარდა ძალიან და ვაშენებდი ხოლმე დიდ სახლებს და სასახლეებს კუბიკებით, უამრავი ჯარისკაცი მყავდა და მე ამას ვანგრევდი ხოლმე. ეს თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ თუ ახალ საშენება გინდა ძველი უნდა დაანგრევო. აკაკი ბაქრაძის ოჯახში ისეთივე ფორმატით ვრცელდებოდა აკრძალული ლიტერატურა, როგორც საბჭოური პერიოდის სხვა ქართულ ოჯახებში. ჩუმად, ხელიდან ხელში მხოლოდ ერთი თხით ან ერთი ღამით. თუმცა დაინტერესებულთათვის, მათ შორის ლაშა ბაქრაძესთვის, ეს ვადად საკმარისი იყო ინფორმაციის მისაღებად. რუსულად, სერიოზულად კითხვა დავიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმის სიყვარულით, რომ იყო აკრძალული ლიტერატურა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ასეთ სერიოზულ ლიტერატურას კითხულობდი. ხშირად მამაჩემს მოქონდა ხოლმე სახში ესეთი არალეგალური ლიტერატურა, მოქონდა მხოლოდ ერთი ღამით, ჯერ კითხულობდა მამა და მე შუა ღამისას მაძლევდა ხოლმე ამ რაღაცა წიგნებს. მაგალითად, ძალიან კარგად მახსოვს, იყო ესეთი ჟურნალი კონტინენტი, რომელშიც ძალიან ბევრი სხვადასხვა ჩემთვის უკვე პატარაობაში საინტერესო სტატიები იბეჭდებოდა და იმ კონტინენტს კითხულობდა ხოლმე დილამდე. მე სკოლაში ვეღარ მივდიოდი იმის გამო, რომ არ ამძინებია ღამე. თუმცა აკრძალულ ლიტერატურამდე ლაშა ბაქრაძეს კიდევ ბევრი რამის წაკითხვა და მით უმეტეს მოსმენა მოუხდა. დღეს ზუსტად არ ახსოვს, რომელი იყო პირველი წიგნი, რომელიც წაიკითხა, მაგრამ სხვათა მსგავსად ეს ბიძია თომას ქოხი რომ არ ყოფილა ზუსტად იცის. სხვათა შორის ბიძია თომას ქოხი საშინად არ მიყვარდა. თუ კი ეხა ბიძია თომას ქოხმა გამახსენა ტომ სოიერი. ტომ სოიერი ძალიან მიყვარს და ტომ სოიერი ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, ვიდრე ბიძია თომას ქოხი. სხვათა შორის ბიძია თომას ქოხი ვერასოდეს გული ვერ დაუდი. შეიძლება იმის გამოც რომ საბჭოთა კავშირის რო პროპაგანდა მიდიოდა მუდმივად ამ ბიძია თომას ქოხების და ეს მოსაწყენი იყო ჩემთვის. მიკითხავდა ხოლმე ბებია. ზღაპრებს მაგალითად დედა ჩემს მიკითხავდა, რასაკვირველია, მამა ჩემს მიკითხავდა, მაგრამ განსაკუთრებით ბებია იყო ჩემი ლიტერატურის წყარო. და სხვადასხვა მას შემდეგაც, როდესაც წერა-კითხვა ვისწავლე, მეტნაკლებად მეზარებოდა ხოლმე კითხვა და ამიტომ ბებიას ვაკითხებდი. ბებიას ვაკითხებდი დილიდან საღამომდე. ამ ყველაფრის გამო დაგვიანების ან გაცდენის შედეგად სკოლაში პრობლემები არ შეხვედრია. თუმცა სკოლის შემდეგ პრობლემების სერია ნამდვილად დაიწყო. პრობლემები უფრო იყო, როდესაც მაგალითად პირველ წელს უნივერსიტეტში ვცავაბარებდი, ეჭვი გაჩნდა, რომ ვერ 5 კი მივიღე, მაგრამ რაღაც ოქროს მედალოსნებმა დაიკავეს ადგილები თან ისე, რომ თლათ სუფთად არ მომხდარა ეს ამბავი და იყო ეჭვი რასაკვირველია იმისა, რომ ცოტა არ იყოს მამა ჩემის გამო შეიძლება ითქვას, რომ ჩაგრავდნენ. ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა შემდეგში, როდესაც უნდა წავსულიყავი გდრ-ში სასწავლად. ერთი პერიოდი სხვების მსგავსად მასაც ჯეროდა, რომ გერმანელები წარმოუდგენლად პუნქტუალურები არიან. თუმცა გერმანიის გარდა საკუთარი დამოკიდებულება გაუჩნდა კიდევ ერთი ქვეყნის მიმართ. ერთადერთი ქვეყანა, რომელზედაც იმის გამო, რომ გერმანელებს ძალიან კონკრეტული წარმოდგენა აქვთ, მაგალითად შვეიცარიაზე, სულ ყოველთვის ჰქონდა, ისე იგი მესმოდა ხოლმე, რომ შვეიცარია არის აი ესეთი, შვეიცარიელები არიან ასეთი. როდესაც შვეიცარიაში ჩავედი, აღმოჩნდა, რომ გერმანელები რასაც მიყვებოდნენ შვეიცარიას, ზუსტად ისეთია შვეიცარია. მე თუ მკითხავთ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ქვეყანაა. უაღრესად მოსაწყენი, უაღრესად მკვდარი და მე მგონია წესიერი შვეიცარიელი, რომელიც
ხედავს ამას, ის ყოველთვის ცდილობს ამ შვეიცარიდან გაიქცეს. არ მოსწონს მხოლოდ ერთ სფეროზე დაკონკრეტება, ამას იგი საკუთარი თავის უჯრაში გამოკეტვას უწოდებს. მოკლედ, რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს ლაშა ბაქრაძეს ისევე ბევრს ეკითხებიან ლიტერატურულ თუ კინემატოგრაფიულ საკითხებზე, როგორც ფართო პოლიტიკურზე. რაც შეეხება ლიტერატურას, იგი ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც დასავლური ავტორების საქართველოში პროპაგანდითაა დაკავებული. მალე მკითხველი ცნობილ მწერალ ელფრიდე ელენეკის ნაწარმოებს, საყვარლებს მიიღებს, რომელიც სწორედ მისი მეშვეობით ჩაუვარდა ხელში მთარგმნელს. გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ამ ავტორის თარგმნა მე თავში აზრად არ მომივიდოდა იმ მარტივ მიზეზის გამო, რომ არაფერი მქონდა მისი წაკითხული. ეს იყო იდეა ბატონ ლაშა ბაქრაძისა, რომელიც ჩამოვიდა იმ ხანად გერმანიიდან და ჩამოიტანა უახლესი ლიტერატურა. და იმას შორის, რაც მან წაიკითხა, მან განსაკუთრებული რეკომენდაცია გაუწია ქალბატონ ელენეკს და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს იყო საუკეთესო არჩევანი, იმიტომ რომ დღესდღეობით ამ ქალბატონს ნობელის პრემია აქვს მიღებული. ლაშამ უთხრა ბაქრაძემ, მომართა რომ მოდიო, ხوار დაასურათებდიო. ძალიან მიყვარს ხომ წიგნის გაფორმება, მართალია არაფერი გამიფორმებია, მაგრამ რას გამიფორმებია და მე რატომაც არ ვიფიქრე. წავიკითხე, ერთი სასიამოვნო იყო უკვე ქართულად რომ წაიკითხავ ელინექს, მანამდე არაფერი არ მქონდა წაკითხული და მაგის მერე წავიკითხე რუსულად პიანისტი ქალი. ასეთი ხიდები როგორც მე ვარ არის რამოდენიმე ადამიანი კიდევ შეიძლება ითქვას საქართველოში, რომელსაც რაღაცა თქვათ ინფორმაციის გავრცელებისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვთ. კინო მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესია. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ თავადაც კი უმუშავია საკუთარი სცენარის მიხედვით შექმნილ ფილმზე ტბა. პატარა როდესაც ვიყავ, მაგალითად, როდესაც ჯერ კიდევ არსებობდა კინოთეატრი გაზაფხული, რომელშიც მუდმივად სხვადასხვა ფილმები გადიოდა ხოლმე, ძველი ფილმები, ყოფილა დღეები, როდესაც მე მინახავს მაგალითად დღეში 6 ფილმი. ამის შემდეგ კი მაყურებელმა როგორც ქართველმა, ისე დასავლელმა თითო ცინცაძის გახმაურებული ფილმი „დაკარგული მკვლელები“ მიიღო ლაშა ბაქრაძით მთავარ როლში. ამავე ფილმმა ჯერ კიდევ 2000 წელს სამამულო კინოფესტივალ პრომეთეზე ვერცხლის პრომეთე მიიღო. ამის გარდა მან თითო ცინცაძესთან კიდევ 2 ფილმზე იმუშავა: ეროტიკული ისტორია და გასროლის შიში. ამბობს, რომ რამდენიმე შემოთავაზება დასავლელი რეჟისორებისგანაც ჰქონდა, თუმცა უმეტეს მათგანზე უარი განაცხადა. თითო ცინცაძე არ არის ბევრი რეჟისორებით მშიშარა, რომელსაც ეშინიათ ეგრეთ წოდებული არაპროფესიონალი მსახიობის და მე ვფიქრობ კინოში არაპროფესიონალი მსახიობი ძალიან კარგია. პირიქით, რა ქვია, შეძლებელია თეატრში გაზრდილი მსახიობი ძალიან საშიშიც კი იყოს. შემოთავაზა რომ ხომ არ გინდა რომ შენი თამაშო და მე ამაზე დავთანხმდი მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არანაირი სურვილი არ მქონია მსახიობი ყოფილიყავი. მე ჩემთვის თავისუფლება მქონდა და ვაკეთებდი იმას, როგორც მე წარმომედგინა, რომ ეს როლი უნდა იყოს. ერთ-ერთი რაც მის ინტერესებში ნამდვილად არ ირიცხება ესტრადაა, თუმცა ამის მიუხედავად ახლა მისგან ცოტა მოულოდნელ ინფორმაციას მოისმენთ. იმდენად მართლაც ბევრი რამ მაინტერესებს, დიდი სიამოვნებით უბრალოდ იმისათვის, არა იმიტომ რომ მე კარიერა გავიკეთო როგორც მუსიკოსმა, არამედ ერთხელ დიდი სიამოვნებით კლიპსაც გავაკეთებდი ისეთ როგორც მაგალითად მე მინდა და რაღაცას ვიმღერებდი, თუ კი რასაკვირველია მუსიკოსი მეყოლება, რომელიც მუსიკას დამიზერდა. როდესაც მუშაობ, რასაკვირველია, დღე არის იმის და მიხედვით აწყობილი თუ რას ვაკეთებ იმ დღესა და რა სამუშაო მაქვს. ძალიან განსხვავდება ჩემი ერთი დღე მეორე დღისგან. და ბოლოს ლაშა ბაქრაძე კინოფესტივალ ბერლინალეზე მიემგზავრება, რომელსაც როგორც წესი უმეტესად არ აკლდება. შედეგად კი მკითხველი მის დაბეჭდილებას ბეჭდური სახით უკვე ქართულ გამოცემებში მიიღებს, თანაც არა მხოლოდ კინოფესტივალზე, არამედ თავად ქალაქ ბერლინზეც, რომელსაც ლაშა ბაქრაძე ნამდვილად კარგად იცნობს.